აი ესეთი ხრამულები დაუჭირეთ დღეს წალკის ყაზაცავზე და შემეჟით ამ პერიოდში ერთ-ერთი კაი გასართობი არის წალკაში რომ ამოხვიდეთ და ითევზავთ. სანამ თევზს დაუჭერთ, მანამდე რას ვაკეთებთ? არის კონტაქტი. აი გეფისები არ აქვს არ არის ხოლმე ესეთი ჭერა, რა კარგია რა. სტარტზე ვართ, მაგრამ ნახოთ რა იქნება რა. კი ბატონო, დავეშვით წალკაში. მოგესალმებით მეგობრებო. როგორც ხარ დიდხნიანი პაუზის შემდგომ წალკაში ვართ. მოკლედ ფიდერით ვაპირებთ თევზაობას ბიჭები ვართ აგერ ამოსულები. გავიშალეთ, ადგილებიც ვნახეთ. ყველაფერი გზია და ეხლა აღიხსნით დეტალურად რას როგორ გავაკეთებთ. პირველ რიგში ჩემი აღჭურვილობაზე გეტყვით, რომ ეს არის ფლაგმანის ეს კანალი 360 გრამამდე. კოჭა არის კასტმასტერის 4000-იანი, წნული დიეზი 012. ნუ ასე გავიშალე, მე ყველაფერს განახებთ უკვე პროცესში. ეხლა დასაკვებს ვაკეთებთ. ჩემ ძმას და მეგობარს ნიკას გავაკეთებთ დასაკვები. გაკეთებთ თვითონ და აგვიხსნის რა და როგორ კეთდება. სალამი ბიჭებო, მოკლედ სიტუაცია ეგეთი გვაქვს. უცბად გადავწყვიტეთ საღამოთი წასვლა და რავი ეს თევზაობა ცოტა ესეთი ექსპრომტად გამოდის, ამიტომ დასაკვების დიდი არჩევანი არ იყო. რაც ვნახე, ვანილები იყო, ხალვა იყო და რავი შავი ლეშა, რავი რაღაც ლეშისთვის ამარა ცოტა ეს კორმით ცოტა ფხვიერი მეჩვენება მაინც რა. ეხლა იმაზე სიმართლე რომ თქვა, აი ეს ცოტა მსხვილი არის კიდე რა. ნიჩიო. ჩვენ დღეს გეგმაში გვაქვს მივაწვეთ ტკბილსუნებს. ნუ ესეც ლეშა არის, ტკბილსუნია და პრინციპში ისეთი ფერი, ანუ ყვირალა ფერი არ გამოვა, ნეიტრალური ფერი გამოვა. რო დასველდება თან, რომ ფსკერსაც შეესაბამებოდეს რა. მოკლედ ეგრეა მეგობრებო, მე უკვე პატარა კიდე რაღაც საიდუმლო ინგრედიენტებს დავამატებ. ხო რა, ესე ვთქვათ, კიდე რაღაცებს დავამატებ და ეგ იქნება რა. ანუ ეხლა წყალს დავამატებ, როგორც ყოველთვის, ნუ პროცესი პირველი ეტაპი. ხო, პირველი ეტაპი, ესე ცოტა გვინდა წყალი, რომ ამან იმას აქნას უბრალოდ. კი, დაასხი კიდე. და მე ვაცდით მეგობრებო ცოტა ხანი რომ მოჯდეს და დაწიგდება მე კიდე ხო, ყველა კარაზე თევზაო და ხრამულზე რავი, საცერში და რაღაცაში გატარება, რავი, ეხლა სპორტსმენი თუ ხარ და რაღაცა რავი, თუ გინდა გაატარეთ, მაგრამ აუცილებლობას არ ვხედავ რა. აი ნახეთ რავი, ანუ თითქმის ფსკერისფერია, არ ყვირის არაფერი, თუ თან ნეიტრალური ტკბილის უნებია რა, ანუ თევზს არ დააფრთხობს რა. ანუ ეხლა მაგას წყალი აღარ. ცოტა ხანი ვაცდი რომ და იმას აქნას და უკვე ორი დანამოა მერე რომ ცოტა ისეთი მძიმე პრიკორმკა გამოგვივიდეს, რომ ფხვიერი არ იყოს კარაზე და ხრამულზე რა, რომ ფსკერიდან ავაღებინოთ, რომ წიწილათევზები ესე ვთქვათ მოვიცილო. ეხლა ჩემი დასაკვები გავამზადოთ მეგობრებო. ჩემთან არის ვანილი და მარწყვის ჯისტრემი. ნახოთ რა გამოვა, ჯერ მარწყვის ჯისტრემით დავიწყებ, ახსნილი შეფუთვარი და მაგრამ ამას მოვიდებ. კიდე რამოდენიმე დასაკვები მაქვს, ამიტომ ექსპერიმენტებს თავიდან არ დავიწყებ, რაც მუშაობს ხოლმე ყოველთვის, ჯერ იმით ვწდი. ნახოთ, პროცესში მე ყველაფერს გვიჩვენებს. ბევრსაც არ გავაკეთებ ძალიან. ნახევარს დავიტოვებ, რომ მე თუ რამე გამომიშრება დავამატო. და ვანილიუსი. ხო, აი ნაგავი არ დაყაროთ რა, ეხლა მოვიდით და ძალიან ბევრი რაღაცები არის გამორიყული და ანუ აშკარად აქ არის ნათევზაობები ხო მაგით, იმიტომ რომ ჯისტრიმის შეფუთვები და რაღაცეებია და აი მაგრად ეხავს რა. ესე გადავიღებ. არა, კარგი. აი ესეთ ფერშია ჯერჯერობით, თუმცა დავამატოთ, რომ ფერი მიიღოს კარგი. შე. ახლა წყალი რო დაისმევა, კიდე რა მოხდება? კი ბატონო. რაღაც ესეთი. წყალი რა თქმა უნდა, აქაური წყალსატევის არის. ესე მოვასხათ. მოკლედ მივიღეთ აი ესეთი ფერი. აი ესეთი ფერი მივიღეთ. შეგვიძლია მე აი ეხა თუ ეს მაგალითად არ გახდება, ცოტა ანუ არ შეიწოვს და არ გახდება ცოტა ფხვიერი, პირდაპირ დავამატებ ვანილს, რომელიც არის უკვე ქვის ფერზე დაახლოებით და ფერში წესით მაგრად უნდა დაждდეს ძალიან. ეხლა ვიწყებთ უკვე დაკორმვას, ჭრეტილის გადაკორმვას და დისტანცია შორი არ არის დაახლოებით 30-35 მეტრი. ესეთი საკვებურით კორმავ ადგილს. ამდენიმეს გავუშვებ, ეს ხდება მოკლედ გადაკორმა. დიდი ხანია არ დამედია ფიდერის ვიდეო და მეც დამავიწყდა დიდი ხანია მეც არ გამოვსულა. აი უმიზნებ წინ ტყეს რომ თუ ხედავთ
წინა მხარეს ატყეც არის, მაგის მარცხენა კუთხეს. ნუ ეხა შუაში უმიზნებ რომ ქარია და მარცხენა კუთხეში გადის საბოლოო ჯამში. აი ესე ჯოხი გვერდზე მივიდა კლიფსაში, ჩავარდა. დავველოდეთ წყლის სიღრმე ალვი მაქსიმუმი 2.5 გამორტყმებით. გამოვიტანოთ. აი ეს, ნახეთ სად ჩავაგდა, სად გამოვიდა ხო? კორნის თავისთავად მე მოძრაობს. დაკორმა აუცილებელია, კლიფსა აუცილებელია, ორიენტირიც აუცილებელია. წყალი საკმაოდ დამღრეულია, მაგრამ ბიჭების ვიდეოები რაც ნახე, ხა მე წარკაში ფიდერით პირველად ვზავ, ეს დამღრეულშიც მშვენივრად იჭერენ. აი მშვენივრად. ჩავარდა. ცოტა მარცხნივ ჩავარდა, სტასოქს მარჯვნივაც გავუშვებ. ბალკანები თუ რა ქვია მაგათ? ბაყლანები, ბალკანები მეთქი. მაგათ თევზი ექნებათ ნაჭამი, ჩვენ მაგას ვერ დავუჭერთ დღეს. ნახეთ როგორ მიფრინავენ. რამხელები არიან, შეხედეთ. რა ლამაზი კადრია. გავუკეთო ზარყალას 40 გრამიანი მივწვდე მაგათ გინდა? მოკლედ დავაყენეთ ესეთი საბრძოლო საკვებურა. ეს არის inline მონტაჟი, რა თქმა უნდა, 10 სანტიმეტრიანი სადავე, 14 ნომერი ნემსკავი, აი ესეთი ფორმის და აი ნახეთ როგორი ინოვაციური და კარგი რაღაცა არის ამას აქ ჩავშოვთ. რომ მარტივად შევცვალოთ და რეზინს გადავაცვალოთ ზედ. აი ესე იქნება უკვე საკვებურასთან. იმედია დიდად არ აიხლართება, თუ აიხლართება შეგვიძლია მე ფიდერგამის დავაყენოთ. ესეთი ერთი ცალი თეთრი მატლი აი ესეთ მდგომარეობაში. ახლა გადავკორმავთ. გავუშვებთ, რა თქმა უნდა, სულ არ მივცემთ. სულ არ მივცემთ, რომ არ გადავაწყოთ თევზი. ჯერ პირველ სასტიკს ესე გავუშვებთ, დაველოდებით 2 წუთი და ნახოთ როგორ იქნება თუ არა და რომ ამოვიღებ თუ გადახართული იყო, მე უკვე ფიდერგამს მივცემ. აი, ჩავიდეს და ნახოთ რა იქნება. ეს ფლეტის მონტაჟზე დავსვით რაღაცა თუ გაგვიქცა. რაღაცა უცნაური, ის პატარა. მინდი პატარა, მოკლედ წავიდა კლოვი ნენელა. ეხლა ფლეტზე ახლოსიც დავსვი. ერთი ხრამული შორს დავსვი ცოტა ჩვეულებრივ მონტაჟზე. ძალიან ლაითი ჯოხია და როგორ ურტყავს. რა კაი ხრამული, მე ხრამულში კები მოდის რა. აი ბოთლებში ოთევს ამოიყვან, აი იმის დამგდებს არ უნდა აკას გაიძრო. სანამ თევზს დავუჭერთ, მანამდე რას ვაკეთებ, თუ უნდა გამეკეთებინა ლუდის პონჩი და მიშა, გილოცავ. ნიკა რამდენია? რამდენია ჯიგარ? რავი, გავთარა. არა, შენ 3 ყავს, ხო? ხო, მე 2 მყო. აბა ნიკო, ჩემი წერტილიდან თევზებს ზიდავ. დააცადე, კარგად წაიგოს კაცი. ნახე რა პლავნად მიაკ და ამოღამე. ძალიან ლაგაცია, ნახე, რა შვება. აი ესე გაწია, დააგზიგზიგა, ოდნავ პლავნად გაწია და გააჩერა. დააცადე მაშინ, არა უღია ბოლომდე ესე იგი. აი რაღაცა ლეშის ჩარტყმებია ხრამული. ხო ბიჭო, მეც ეგრე მას რამდენიმეჯერ ჩემთანაც იგივე შემთხვევა. მე უნდა ავიღო მიმართულება რაღაცა აკეთ, რო ხარი რეგია. რას უმიზნები წეღან? ბიჭო, თავიდან ხარი იყო იქი და უმიზნევდი ამ კლდეს და ეცემოდა კაკრაში. კლდესად ხედავ ბიჭო. აი რა ქვია, 2 კლდე რო არა, თოვლიანი. აი მეორეს გორას ხარი რო იყო, მაგრამ ხარი შეიცვალა და ეხლა აქეთ უბერავს. დავიტანჯე იმენა. ეხლა აი ამ შენობას დაუმიზნებ და ალბათ იქ დაეცემა შუაში. აი რო ბრწყავებს მაგას დაუმიზნე და? არა, აი ლურჯი კრიშა რო ამან უნდა დაუმიზნო რომ იქ დაეცე. მაზარიან არის. რაც ეგრე უნდა დავიჭირო, რათა დარიგი მაშინ და. არის კონტაქტი. ხო, ნიკა ვერ მომაქვს დედას იცოვა. აი ვერ მომაქვს მა. ბიჭო. ეს იგივე ზომაა რა ჩემი და ჩემი პირველი. აუ. ამას უყური, აი პასა წეროს უყურით მა. კიდე კაი ფიდერგამია და იწელება ცოტა და რაღაცას აკეთებს, თორე
აი ხა კოლმი უნდა გადამიზლა, ვაფშე აღარ მივაქცევდი ამას ყურადღებას, ნა. შენსკენ წამოვიდა, ჩემსკენ მოდის. Onde diga, opa. Ai, რა მოხდა? არ მინდა. წესით არ უნდა მინდოდეს და. სმატრი. არ გამექსე თორე. Waller. Сюда иди. А ты смотри это. რა არის და ეს არის, რაც უნდა ვიჭიროთ. იმენა ის არის? მა. კარასია? არა, კარას, აჰა ეს გამომართვი რა. რა? ესა. ამიდი ატაკი. ხრამულია ძმა. აი გეთ თავი დაუჭეს მე და ნიკამ. არა, ეს ცოტა დიდი არის კიდე წეგანას დაუჭირია რა. კი, არის ლამაზი. ოპა. ეხა ფარტხალები და სალტოები არ გჭირდება. ბიჭო, აი ესეთები მოდიოდა ხოლმე. არა გუზეცმო რა. მაგრა დასწორებდა. აუ, ეხლა ეს რითი ამოვიღო. ეს რომელი ნემსკოვია? რო ვიპოვე. დედას ჩემ ნემსკოვს აღარ ვიყენებ. აი ესეთი ბიჭი. არა, ჩვეულებრივზე. მიყვება ერთი ჩემი ტელეფონი ფოტო. ოღონ კარგად თუ ჩანვართ, გინდა იმას რა ქვია. ნიკამაც პლუს ერთი ხრამული. ხრამული თუ ხრამულიუსი? აი, ხრამულია რო. რაღაცა ხო არის, რა თქმა უნდა. ხრამული იქნება. ნილა, ხო, ხრამულია. აუ, კაი ზომაა ძმა, საო. ეს ერთი და სხვა მრავალი. მოიყვა. იმენა ზომებში მეჯიბრება რა, ეხა რაოდენობაში ხომ შემეჯიბრა და ზომებში მეჯიბრება რა, კაროჩი რა. ვიჭო. არის თუ არა ეს კლასიკა, ჰა? გითხარი წამოდი თქო, აჰა. ნახე რა ზომა. ბიჭო, ანუ რა არის, იცი, ჩემი ზომაა, მაგრამ არა გძელია. და ჩემი პროსტა ნაბრძოლი იყოს. აგერ ძმო. ბიჭო, ძმობა გაიმარჯოს, კაცო, ეგ ვაფშე. ბიჭო, მე პროსტა ჯანსაღი კონკურენციას პონჩი ვღადაობ, ხოაზე ხარ, რომ ტემპი არ მოვადუნოთ, ნიკა. ვარ ხადდაო, რა, ეს იმენა 9 კილოია. ეგრევე. ბიჭო. მიდი რომ ჩემჯახებს მოვაქცევოთ. აჰა, სიებო. რა კაი, ხარ მოდი ფოტო არ მინდა? აი. დაიკავე. ხო იცი, twins აიგებს, აიქიდან გავუყარეთ, სადაც მე მიკავია. იქ შეუყარე, აი ლაყუჩი ნახე, აქ თამყარეს, აი ეგრე. თუ არ შეუყარე, აზრი არ ექნება. მაიცაცმა. საგვიჩქარება გადაგიგებ, კაი ფოტოს. просто კუდი გამოაჩინე, გძილი არის, ქვევიდან მოკიდე, აი ეგრე, აი. ვალერა! მაიცა? არის მას. არი კლასიკა. ვალერა, თბილისიდან ოთევზაო. დავსი ეგრევე, საღოლ მიშა. просто ბიჭო, ამას რაღაც პატარები ჯდება, ალბათ ჯოხი რო არ დამიტვირთოს, ხდება თვითონაც ძალიან. თვითონ გამოვიდა ნაპირზე დედას კეფიცები ძმოა. ნიკო, რაოდენობაში გავთანაბრდით თუ ერთით მასწრებ? კაი ხარ პატარაო. ისევ დიდი ნემსკავი, 3 ცალი თეთრი ჭია. ბიჭო, თან ავქენი, იცი, მოშებული ვით იყო, უნდა მოვჭიმე და ეგრევე დააბაბანა. ესეც ახლოში ფლეტი. რა გასაკვირი რა არის, იცი? 3 ჭია მეყენა და მერე მეყენა პენოპლასტი. და იმაგაზი დაარტყა. ეგარობა წვალებდა ეგ იყო რა. აჰა. ეს თავი იყო, იმიტომ რომ უამოასი ძილე დაჯდა და მოძრა. ესა კიდე რომ დაარტყა, აღარ გავაგზელე რა ჩალი. ხო. ეს რაიცა ცოტა ეს ერთი ვინი მოტყნა და. ხო. კარგად აიღო და მე დავუყარდი. ანუ ეს აქტიური მაინც არა.
ხო რო აი მენა მიდი მოვდივარ არ არის რა. მიდი მოვდივარ იყო იმაზე ძმაო არაგზე მე და სერგო რო ვიყავით აი გაგვაგიჟა ძმაო ჩაგდება აი ვარდნაზე სავით იგებდა რა. არის მეგობრებო დავიჭირეთ კიდევ ერთ ცალი ხრამული მეორეზეც დაარტყავ აი მე რა ხდება ჩემი აი რომელი ერთი ამოვიღო. ბიჭო მე აი ეს თუ წაიგო მარჯვენა ხელი დაატრიალე ნიკა. წაიგო თუ მე ვარ ეს ვერ გავიგე ბიჭო წაიგო? თუ მე ვარ ბიჭო ვეღარ გავიგე ნიკა. შეიძლება თევზი მაგადადებული. ხო მე თევზი მაგადადებული. ო ესეც კარგი ზომა. დაგეწიე პატარაო. იმენა სერიოზული ჯახი არის იმ. დავიჭერ. ისინი ხო ჭიები? ჭიები გაზარდეთ მეგობრებო, აუცილებლად. აი ესეთი ხრამული უსები იჭირება წალკაში. და პარკინგი დიჯიგარო. ეს კარგია. ფლეტზე ნიკა უკვე ფლეტმა გადაასწრო ამას მა. ჩვეულებრივ მოტერს. მე ფლეტზე ვიჭერ. ხო არა ზოგადად. ოპა დაარტყა. მეორეზე? აუ ჯოხი როგორ მივაგდე. ოპა, აქაც უყავ გიჟი აკაც, მაიქცადე. და დამაცადე გადავაგდო ბლე. ვაი მე რა ხდება ჩემ? დაცადე წაღების მომენტში ამოიღე. ეს ზაფის ჯოხია. ეს წაიღო ზაბიდი უნდა იყოს. იქიცაც ნიკა იბრძვის, აქეც მე ამას უყურებ, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ დავარტყა. მოკლედ რა, აი ომში ვარ ჩვეულებრივში. მეც მაგას ვფიქრობ ამ ჯოხზე ბიჭო აღარ შემიძლია ძმაო რა ხდება? ჯოშადი ბასრინებს ყავი აიდიაში ვარ დაუპასეჭკო მაინც დამჯდარი იქნება აი. ვეღარ ვждები, იმიტომ რომ სულ იმაში ვარ, მოძრაობაში ვარ რა. ავა მიშა მიდი ძმაო, მიდი დავა ატრიალე არ გაუჩერო, თორე გაგიზურება. კარგი თავი, ყოჩა. გადაგიღო ვიდეო? დავაი მიშ. ოპა, ჩავაპარკინგეთ რა კაი თავი. ბრატ, მე ხო იცი? მალა. პარკინგ მასტერ. მიდი თორე წაიგო ჩემი ჯო. მიდი მიშ რა უცებ. გაიხსნა ხო მინუსიდან ამოხვედი სერიოზულად. ახლა უკვე მეც დავწყნარი რა. აჰა. ნიკომ კიდე ერთი. კარგი ხარ. ბიჭო, აი გეფისები არაგზე არ არის ხომ ესეთი ჭერა, რა კარგია რა. გაჩერდი ახალგაზრდა. ესეთი ჭერა მიდის მოკლედ ჩვენთან რა. ძალიან კაი, შვენიერი. ეხა ჩავაგდე ფლეტი. ამაზე ურტყავდა და ეხა უნდა ამოვიღო ეს რომ ცოტა შეცვალო სისტემა. წავიდა. არის კიდევ ერთი ცალი. ეს ცოტა პატარა იქნება რა თქმა უნდა. მე ვარ გადადებული? ხო, მე ვარ გადადებული. ეს პატარებით გისწრებ რაოდენობაში. კარჩე, ამ ჯოხით რაოდენობას ვაკეთებ, იმ ჯოხით ზომებს. აი, ესეთი. ხამულჩიკი. და პარკინგი დიჯიგა. რაშვები ძმო. გაუშვა ისა. ხო, ძალიან არ გაუშვებ თუ გინდა. გაუშვა ნიკო. საითის რუ ამას? რავი, ცოტა იქით რა. ცოტა იქით რა, ტყეს უმიზნებ თუ რას უმიზნებ? რა შენკენ რა. რასო მიცური რა. აი ესე? ვახლა დისტანცია დაგიფარე ძმა, მეტი რა გინდა? მე მაკედონელი ვარ, ბლავუდო, იმე ორი ხელი ვიჭერ ვისური. აი ძალიან დიდი მე მგონი. ნიკოს დაუწყოთ ჯოხები. ზემოდან მოდის ტრანსპორტი. კიდევ ერთი ცალი. შვენიერი ზომის. არა, ეგ თილად თემი ბრატ. რა? მას ფიდერი მიდე. ოუ. გაგიჟდა? ჰა? მოვიტანო საჩუქი. არ ვიცი, არა მგონია დიდი არ არის, მაგრამ კარგად იბრძოდა, ხო? ბოლოში გადაირიას. ხო, ნაპირთან რო არის, ახო, ნახე. ბიჭო, კარტერი ჩემი. მიუშცოდა. მაგრამ ეს ბიჭო არ არის ძალიან, ანუ პატარა არ არის რა.
კარგი ზომაა, რა ის პატარა. მალადეც, წავედით, ახლა ჩემ ჯოხს მივხედოთ. პლეტი გაუშვოთ. ეს არ ჩერდება, დამიწინაურდა კიდე ერთი. ბიჭო ეს გაძვრა, რა თავი გამიძვრა, ბლედ. იმენა პატარებით ამ ბიჭო ეს ბასრი არ არის და ეხა დავაყენებ პატარას კაკრას. მაგარითა ფრიქციონი აამუშავა ბიჭო. და მე მგონი გამიძვრა. სანამ კამერას თავ ტიპი მიზვრება? არა, ზის. შენთანაც? აპკაკუნებე შენთანაც, ძმაო. აი საერთი ამოვაგდო ეს ნაპირზე დავაპარკინგო და გამოვა შენთან ახლა. აბა? არა, ეს მაგრაი. მიდიება. ამოვაპარკინგი ეგრევე? კარგისა. მაგარი ზომაა, კარგი ხარ, კარგი. დაგვანახე ერთი კადრში ჯიგარო. გაიზრო? აბა, იმუშავა პრიკოლ მკამ თუ არა? ბატონო. სეკრეტმა იმუშავა? აი საგოლ. წავიდა. ამდით და მინდა გვაცადა ჭამა ჩემი კატასტროფა ხდება. ვერ ვაჩერებთ ხრამულების. გავმაზე თუ არა, მაგრამ კარგად და. მიდი, აბა ნახოთ თუ გამაზე არა უშავს, კაცი შეგადი ყავი დაიჭერ. ახლა ზემოდან მოდის, ახლა ძალიან ლაითად მოდის. ბიჭო, ჭამდი და ჯოხი კინაღამ გაფრინდა, ძმა, მეთქი რა შვება. მეც იმენა ვის არის? მე მგონი ზის ნიკა. რატატა გააკეთა ეგრევე. მე მგონი გიზის ძმა. არ ვიცი, ანუ ერთი დარტყმას არ ყოფილა. ან ზემოდან მოდის. რა წყალისადაა. კი, ზის. რაღაცა ლაითი? ლაითი ხო, სავარაუდოდ. ეს რა არის? ბიჭო, კარასი უსი რანაირად დაიჭირე თუ? შენი მეგობარი კარასი გაიჭდა, მალადეც. ბიჭო. კარგია რა, დალოცული. გიხარ, კაიჭერა იქნება მეთქი. იგი ხო არ არის? კაია. გამოთვა და სულ ნახე თაფლისუნი როგორ წაყრავს. გაზაპრასნე. დავაი. ეს რუჩნიკი ჩამოწია. რეჩაკი ჩამოწეს და დავაი ჭამე თუ არა ნიკა. დავაი ძმა. ბიჭო, აბრახუნებე შენთანაც. ცოტა მარცხნივ წაიგი ამ ჯოხზე. ეს ჯოხი აღმოსაღებია გაგიხადოს მარცხნივ წაიგი. რამულია უე, ზემოდან. მარცხნივ. ან ლაითად მოდის და ვერ გავიგე. გავიგე და მარცხნივ წაიგი. მარცხნივ ვარ, ბიჟო. და ვამაი. დაჭო აბა მოდი ჩაუშვი ძმა. ერთი წუთი ვალერ მაიცადე ამოყავს და ვიღებ და აბა ვიდეოს ვიღებ ერთ წამი. ძალიან კარგი, ეს კარგია. მიშა, დავაი დაუშვიმეთი გეუნევი თევზი მოდის. მეგობრებო, არის კიდევ ერთი ცალი. კარგი ზომის ხრამული, მე ხრამულზე ვარ მარტო ეს კარჩხანები არ გვჭირდება. ისე კარგად მიყავს აი 60 გრამამდე ჯოხზეც მაგრად იგზნობა. რიბაი ატარვა საწავიდა, რატო მიდიხარ იქით ერთი წუთი, აქეთ მეგობარო ერთი წუთი ბოდიში რა, აქეთ გამობრძანდი რა თუ შეიძლება. აი აგერ ვატასავებ ხა. ამას. კარგი თავია წესით, კი ბატონო. კი, კარგი ხარ, ერთი წუთი და ამოგიყვანოთ. ერთი წამი არ ინერვიულო, არაფერზე შენ არ იდარდო. ერთი წამი და ეხლა. ეს ვაფშე არ დამჭირდება. ისი ამოვიყვანო ეს. რატო ხარ იქიდან შესული? მოდი აქეთ ერთი წუთი მეგობარო. ყოჩა, კაი ბიჭი. ладно, всё, ну, главное сделали. ეს. ძალიან კარგი. აი მოკლედ ესეთი ხრამული უსი. კაველი პლიუსები არის მინიმალურები. დანარჩენი კილოიანიც კი დაუშვით დაჟე. ეგ არის. აი ამ ჯოხზე ხა პატარა დარტყმები არის. და უეჭველი ვიცი რომ უნდა დაარტყას ბოლომდე.
საკმაოდ სითბოარი. თევზის გააქტიურდა. ეხა დაარტყა კიდევ დაინახეთ იმედია კიდე დაარტყა ვდებით რომ კაი რწმები კონდეს იმიტომ რომ ხრამოს ზოგადად აქვს ცოტა ძვლისპირი აი უტყავს არის დავსვით შენი როგორ მიგზის ბიჭო რა კარგად ნიკა უყურე ოპა ამ შუადღისით რო კიდე თევზის ჭერა ესეთი გამალებული არის რა კარგია რა იმიტომ რომ გამოთბა საღამოს უფრო უარეს ნახე რას დადის ნიკა მე მგონი ის შერას გაგექცა მე მგონი ეს არის ნიკა თუ გამოიყვანდა ჩემი იქონდა არა ეხა ეგეთი ბონუსები არ მეცემა მე ძირითადად ერთხელ არის კილოში ხო მოკლედ მეგობრებო ჩვენი თევზაობა დღევანდელი დასასრულს მივუახლოვდა კარგად დავიჭრეთ თევზი კარგად გავერთეთ ეხლა ხედავთ ქარი რომელი მიმართულებიდან უბერავს რამოდენიმეჯერ შეიცვალა დაახლოებით 10 ჯერ შეიცვალა ქარის მიმართულება ხან ვაფშე წყნარი იყო ხან იცვლიდა ეხაც გვყავს თევზი წერტილში ოღონდ არ ამშვიდობიანი მოკლედ ქორჭილა არის წერტილში დაახლოებით 2 საათია ვერაფერი ვერ უშველეთ წერტილიდან გავიყვანოთ მაგაზე აჭრის არც დიდი ნემსკავი არც გზელი სადავე არც მარტო პენოპლასტი არც სიმინდი ყველაფერს იღებს საერთოდ დააღვაღალა ჯერ სადავეების ჩაწყვეტით და ყველაფრით ხო და ნუ მოკლედ აი ესე ვამთავრებთ რა და ეხლა განახებთ რა დავიჭრეთ აი აქ მყავს ჩემი ნადავლი და ჩემი მეგობრის ნადავლებსაც გაჩვენებთ ნელა ავიშლებით ეხლა განახებთ ჩემი ნადავლს მეგობრებო ხრამულები პატარები თავიდანვე გავუშვით და ამიტომ პატარა აქ არც ერთი არ არის ნელა ოპ სამი დიხარ მაიმუნი და პიჩვაში მომაყარა ჩემი არ ვიხარ სლიპინა ნახე რა სლიპინ ნიკა არ გაგიცეს რომ მინუსებს გავუკეთებ შენი იმიდან ეგრევე დავზეთე თევზები შენი დავზეთე თევზები ბიჭო მე აწიე რაღაცა ძმა და ბიჭო ხრი აწიე ბიჭო ზრდ დავიჭრე თევზი ვაი ჩემი ისეცია ძმა ჩურავი აი და პიჩვაში მომაყარა თან აუ ჩემი აზრით ბიჭო აი ეს იყო რო გათბა წყალი აი ეს დიდები აი მე იყო წამოსული ეს რატო გაიხსნა ნიჩიო აი ესენი იყო მოკლედ რო გათბა წყალი აი მე წამოვიდა კაი თავები აი ესეთები ანუ მოკლედ ესეთი იყო მიუხედავად იმისა რომ ძალიან ქარიანი ამინდი იყო და ბევრჯერ შეიცვალა თან თევზი გააქტიურდა დაახლოებით ესე 10 საათზე 11-ის ნახევარზე და ეხლა არის 6 საათი და 2 საათია ქორჭილა გვიდგას წერტილში დაახლოებით და ტვინი გაგვეღუნა აიც რა ჩემი აზრით მშვენიერი შედეგი არის ესეც ჩემი ძმა და მეგობრის ნიკოს ნადავლი კარასებიც იყო რამოდენიმე იგივე კარჩხანები ძალიან დიდი სადოკები გვაქვს მოკლედ თევზის შესაძლებელი ბადეები და თევზები არიან ჯანზე რა არც ყდებიან არაფერი და აუ ნახე რა კაი თავია უიფ აი ესე გამოგივიდა ეს არის 20 ხო 20 მაისის წალკა კი ბატონო რა შვები ძმა კარას დალოცვილი ახ მას არიგებს ოდია გზუმბერ კიდია ხო რა მე მგონი მორჩა რა არა ხო მეტი მე მგონი ქვები უნდა იყოს ქვები იქნება ხო აი ესეთი ხრამულები დავუჭრეთ დღეს წალკის ყაზაცავზე და შემეჟით ამ პერიოდში ერთ-ერთი კაი გასართობი არის წალკაში რომ ამოხვიდეთ და ითევზავთ ისვებს ყველას წარმატებას კაი ტიპია